ამ ოთხშაბათს 2026 წლის აპრილის 1 დღეს ირანთან დაპირისპირება იმ ფაზაში შევიდა, როდესაც ანტითეირანის ბანაკი მხოლოდ ისრაელისა და შეერთებული შტატებისგან აღარ შედგება. სპარსეთის ყურის არაბულმა ქვეყნებმა დაიწყეს ირანის რეჟიმზე მეტი ზეწოლის მხარდაჭერა, მაშინ როცა ევროპის ნაწილმა გადაწყვიტა შეზღუდოს სამხედრო მხარდაჭერა დონალდ ტრამპის ძალისხმევისთვის. შედეგი ორმაგი შოკია. ახლო აღმოსავლეთში იზრდება ერთიანობა ისლამური რევოლუციური გვარდიის წინააღმდეგ, ხოლო ევროპულ ღერძზე იზრდება წინააღმდეგობა ვაშინგტონის ბოლომდე მიყოლის მიმართ. რაც პრაქტიკაში ხდება, ეს არის ბლოკების გაყოფა თვითონ კრიზისის შიგნით. ერთ მხარეს არიან საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ქუვეითი და ბარეინი. Associated Press-ის მიხედვით, ისინი კულისებში ზეწოლას ახდენენ დონალდ ტრამპზე, რომ შეინარჩუნოს შეტევა. სანამ ირანი არ გამოვა ბევრად უფრო დასუსტებული, ისე რომ ვეღარ შეძლებს რეგიონის მუქარას როგორც ადრე, საამიროები კიდევ უფრო შორს წავიდნენ და უკვე გამოხატეს მზადყოფნა, რომ მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო ძალაში, რომელიც ჰორმუზის სრუტის გახსნას ისახავს მიზნად. ბარეინმაც დიპლომატიურ ასპარეზზე წინ წაიწია და უშიშროების საბჭოს წარუდგინა წინადადება, რადადება რომელსაც მხარს უჭერენ სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნები და შეერთებული შტატები. სავაჭრო ნავიგაციის დასაცავად. ეს აჩვენებს, ვინ მოძრაობს, სად მოძრაობს და რატო. რადგან ამ ქვეყნებმა იციან, რომ თუ თეირანი გააგრძელებს ზეწოლის ბერკეტების გამოყენებას მარშრუტებზე, პორტებზე, ნავთობზე და რაკეტებზე, ეს შეიძლება კიდევ უფრო გამწვავდეს. მეორე მხრივ, ევროპა არ ჩანს როგორც ტრამპის სრულფასოვანი ოპერაციული მოკავშირე. როიტერსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საფრანგეთმა უარი თქვა ისრაელისთვის სამხედრო მასალის გადამზიდავ თვითმფრინავებზე საჰაერო სივრცის გადაცემაზე. ესპანეთმა დახურა თავისი საჰაერო სივრცე ამერიკულ სამხედრო ფრენებისთვის. იტალიამაც შეზღუდა სიგონელას ბაზის გამოყენება. და ასეთ მასშტაბურ ომში მარშრუტის ბაზის ან ლოგისტიკის დაბლოკვა ცვლის ბრძოლის ველის ბალანსს. ზუსტად აქ იბადება ამ მომენტის ყველაზე მკაცრი პოლიტიკური შეფასება ვაშინგტონისა და დონალდ ტრამპის მოკავშირეებისთვის. ევროპის ნაწილს არ სჭირდება ირანის რეჟიმისთვის იარაღის მიწოდება, რათა მაინც თეირანის სასარგებლოდ იმოქმედოს. პრაქტიკაში საკმარისია შეაფერხო შეერთებული შტატებისა და ისრაელის ოპერაციები, დააგვიანო ლოგისტიკა და გააკეთო ფსონი შეკავებაზე. სანამ რევოლუციური გვარდია ჯერ კიდევ ცდილობს წინააღმდეგობას. როიტერსი და AP აჩვენებენ, რომ ეს განხეთქილება კრიზისის ერთ-ერთ ცენტრალურ წერტილად იქცა. იმდენად, რომ დონალდ ტრამპმა დაიწყო საჯაროდ ევროპელების გაკრიტიკება, რომლებმაც უარი თქვეს უფრო მტკიცე მხარდაჭერაზე. და კიდევ მიანიშნა, რომ ამ ქვეყნებს თავად მოუწევთ იზრუნონ საკუთარ ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე. ეს მძიმე ბრალდებაა, მაგრამ ის ეხმარება ახსნას, რატომ გახდა ტრამპის რიტორიკა ასეთი აგრესიული ლონდონის, პარიზისა და სხვა ევროპული მთავრობების მიმართ. ტრამპმა 21 მარტს განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა შეიძლება 2-3 კვირაში დაასრულოს სამხედრო კამპანია. და მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ვაშინგტონი უკვე ხედავს შესაძლო ფინიშის ხაზს. მათი განცხადებით მიზანია ირანის სამხედრო შესაძლებლობების დაქვეითება, მათ შორის რაკეტების, დრონების, საჰაერო თავდაცვისა და ბირთვული საფრთხის. ეს პასუხობს კითხვებს, თუ როგორ და რატომ ესხმის ამერიკული ოპერაცია რეჟიმის ძალაუფლებების სტრუქტურას, რათა შეამციროს მისი თავდასხმისა და რეგიონული დაშინების შესაძლებლობა. როიტერის ინფორმაციით, მარტში ოპეკმა ნახა, რომ მისი წარმოება მნიშვნელოვნად შემცირდა ომისა და ენერგიის საერთაშორისო ექსპორტის სირთულეების გამო. გაფრთხილა, რომ აპრილმა შეიძლება კიდევ უფრო დიდი გავლენა მოახდინოს ევროპაზე, მიწოდების შემცირებით, ინფლაციური ზეწოლით და საწვავებზე, როგორიცაა დიზელი და ავიაციის ნავთი, ხელმისაწვდომობის სირთულეებით. სწორედ ამიტომ გამკაცრდა სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნები. საუბარი არ არის მხოლოდ ისრაელის ან ტრამპისადმი პოლიტიკურ მხარდაჭერაზე, არამედ ეკონომიკურ გადარჩენაზე, რეჟიმის უსაფრთხოებაზე და იმ მარშრუტების კონტროლზე, სადაც რეგიონში სიმდიდრე გადის. ამ ვითარებაში გაერთიანებული სამეფო ცდილობს თავისი პოზიციის გადახედვას. ირ სტარმერი უკვე საუბრობს ევროპასთან კავშირების გარმავებაზე ომით გამოწვეული შოკის გამო. მან გამოაცხადა შეხვედრა 35 ქვეყანასთან, ჰორმუზის გახსნისა და ნავიგაციის დაცვის საკითხების განსახილველად. საფრანგეთმა და იაპონიამაც გააძლიერეს კოორდინაცია ამ საკითხზე. ეს აჩვენებს, რომ ევროპა აცნობიერებს პრობლემის მასშტაბს, მაგრამ ასევე სხვა რამესაც აჩვენებს. სანამ სპარსეთის ყურე ზეწოლასა და ქმედებას ითხოვს, ბევრი ევროპელი ამჯობინებს ომის შემდგომ მუშაობას, შეკავებასა და დიპლომატიაზე. ტრამპის ბანაკისთვის ეს ჟღერს როგორც ხოხმანი, იმ დროს, როცა რევოლუციური გვარდია ჯერ კიდევ სრულად არ არის დამარცხებული. საბოლოოდ ირანთან ომი აღარ არის მხოლოდ ბომბების, რაკეტებისა და დრონების ომი. ის გადაიქცა პოზიციების ომად. ერთი მხრივ, არაბული ქვეყნები, რომლებიც თეგერანს პირდაპირ საფრთხედ აღიქვამენ და საფრანგეთსაც ეგუებიან.
apoiar ou até estimular mais pressão. მეორე მხრივ, ევროპა, რომელიც ცდილობს დაიცვას თავიდან აიცილოს სრულად ჩართვა კონფლიქტში და შეამციროს პოლიტიკური ხარჯი ტრამპის ბოლომდე მიხოლის. ამ ცვლილების მთავარი გზავნილი მკაცრია. ირანის წინააღმდეგ ბლოკი ახლო აღმოსავლეთში იზრდება, მაგრამ დასავლური ბლოკი შიგნიდან იშლება. და როცა მოკავშირეები ომში ერთმანეთს აფერხებენ, ყოველი პოლიტიკური უკანდახევა რეჟიმისთვის ჟანგბადის წყაროდ იქცევა, რომელიც ჯერ კიდევ მოქმედებს.